ქუთაისში მუსიკის დღეები 2025 მიმდინარეობს, რომელიც მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 105 წლის თავს ეძღვნება. პროექტის მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. ფესტივალი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა და იოსებ გეჯაღმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის ერთობლივი კონცერტით გაიხსნა. ღონისძიებაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო კომპოზიტორმა და მუსიკოსმა დავით ევგენიძემ. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაერთიანებასა და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს შორის. მუსიკის დღეები 25-6 ივნისს ქუთაისის ვლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში გალა კონცერტით დასრულდება. ბედნიერი ვარ, რომ ამ უდიდესი კომპოზიტორის სახელობის სკოლაში ვარ, მუსიკალურ სკოლაში. ძალიან მიხარია, რომ როგორც დამხვდა განახლებული და ახალი როიალებით ეს სკოლა და ქუთაისი არის ჩემი უსაყვარლესი ქალაქი. და ქართული კულტურისთვის ხო საერთოდ საძირკველია ქართული ხელოვნების და ქართული კულტურისა და ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც ამ ქალაქში ჩამოვდივარ. ბატონი დავით ევგენიძის სტუმრობა ქუთაისში არ არის უბრალო საქმე. ეს არის ძალიან დიდი მუსიკოსი, გემოვნებიანი, ძალიან პროდუქტიული შემოქმედების ავტორი. ის გახლდათ მეხუთე სკოლაში და ამ პროექტის ავტორი ბატონი რეზო კლდიაშვილია და მას ძალიან დიდი მადლობა. ეხლა არის ჩვენთან და ჩვენ დღეს გახსნა გვაქვს მუსიკის დღეები 2025 ქუთაისში, უკვე მეხუთე წელია ეს ტარდება.